შენ მეუღლეს ქვია კარინა. დიახ. სად გაიცან? აეროპორტში. აეროპორტში. როგორ? სასაცილო არის, იმიტომ რომ მაგ დროისთვის მე ვეძებდი მეწყვილეს, იმიტომ რომ ჩემ მეწყვილეს დავშორდით, ერთმანეთს ასე ვთქვა, თვითონ ვერ გავუგეთ და მაგ დროს ვეძებდი უკვე მეწყვილეს და დავიწყე ძებნა საზღვარგარეთ. ჩემი ძმა გიგი გაჩჭილაძე ის იყო წასული უკრაინაში კონკრეტულად დნეპროპეტროვსკში კონკურსზე ჩასული. და ერთ-ერთი მსაჯი იყო მან, რომელსაც ჩემი გიგი იცნობდა და იმ მსაჯმა უთხრა, რომ როგორც ვიციო, შენი ძმა წყვილს ეძებსო და ყავს ძალიან კარგი გოგო. მე ასე ვთქვათ, ილაპარაკეს, გიგი მუთხრა, რომ ესე და ესე ჩემი ძმა ეძებს მეწყვილესო, ჩამოდიო და წადეთო. და ეგ იყო, როცა კარინა პირველად გავიცანი აეროპორტში ჩამოვიდა, რომ ასე ვთქვათ, გვეცადა გამოგვივიდა და თუ არა ერთად დაინახე რა მოხდა. მოხდა ქიმია. პირველად მე კარინას რო დავინახე, ჩემი აზრი იყო, რომ ეს გოგო აუცილებლად ჩემი იქნებათო. და კარინამ პირველად რო დამინახა, კარინას პირველი რეაქცია იყო, რომ აბსოლუტურად არა. ყავის კურტკა მეცვა და აი მაგ ყავის კურტკამ ასე ვთქვათ, არასწორად ითამაშა, იმიტომ რომ ეგონა რომ ვიყავი ძალიან მექალთანი. აჰა, ესე იგი გარეგნობამ და ჩაცმულობამ შეაცდინა კარინა. და 10 დღე ჩამოვიდა. მე ვიცი რომ მექალთანაც იყავი. კი. და ამერიკაში. ეს ვიცი გამიგია და საკმაოდ ამერიკაში არა ნერვიულად ეხა კარინა მაგ თემებზე არ ლაპარაკობ. არა ხა ახალგაზრდა კაცისთვის ეს მოსულა სანამ დაუჯახე. არა, ეგ ყველაფერი კარინა, ჩემი ისტორიები კარინა მიცნ მონაყოლი მაქვს, არაფერი ასე ვთქვათ. ყავის კურტკანი ამბავი. რა თქმა უნდა თქვენი ამბავია გასაგებია. აი კარინას გული როგორ მოიგე? კარინას გული ნელ-ნელა. თქვი რომ კარინა არ შეხვდა ისე. პირველი და მთავარი რაც მოეწონა კარინას ჩემში იყო ის, რომ ძალიან მიზანდასახული ვარ. იმიტომ რომ პირველი რაც უთხარი, რომ როც დავჯექით და ასე თქვა დავილაპარაკეთ, რომ მნიშვნელობა არა აქვს რა იქნება ჩემ წინ ყველაფერს გადავიტან, იმიტომ რომ აქ მიზანი და მინდა რომ მაგ მიზანს მივახციო. აბა როგორ თხოვე? რაიმე ორიგინალური რამე როგორც იცი ახლა თუ ჩვეულებრივად ისე. არაფერი ორიგინალური. მამაპაპურად კლასიკურად? ცეკვის დროს. არც მამაპაპურად, არც კლასიკურად არაფერი ორიგინალური მანდარიყო, იყო კარანტინი. ვიჯექით სახში. უსაქმურად ვიყავით, არაფერი საქმე. კი. არაფერი საქმე ჩვენ არ ქონდა. რა გავაკეთოთო, იმიტომ რომ უსაქმურად ვიყავით და რამე სიხალისე უნდა შემოვიტანოთო და წავედით იუსტიციის სახლში და მოვაწერეთ ხელი. ოჩახ მეგობრებთან ერთად 1-3 დღე კარგად გავერთეთ. მაშინ ერთი კიდე იცი რომ სულ მალე შულს ელოდებთ. აი როგორი გზნობა? თავიდან ბოლომდე ჯერ კიდე გააზრებული არა მაქვს ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ნუ კარინას რა თქმა უნდა მუცელი ეძდება, ცოტათი ასე ვთქვათ, ხვდები, მაგრამ როცა გამოვა ბავშვი და რომ ჯერ ბოლომდე გააზრებული არა მაქვს, არ ვიცი როგორ ავხსნა.